Განაგრძოთ ბიზნეს კურიერის ბიუჯეტი 2014 უკვე სადისკუსიო მაგიდაზეა, როგორ აპირებს მთავრობა ეკონომიკის ორგანიზებას მომავალ წელს და რა პოზიცია აქვს პარლამენტში, პოზიციასაც და ოპოზიციასაც გიგა ბუკია უმრავლესობიდან და პეტრე ცისკარიშვილი უმცირესობიდან გვეტყვიან, მოგესალმებით, თუმცა მანამდე ორიოდე შენიშვნა წარმოდგენილ ციფრებთან დაკავშირებით ჩვენს გვაქვს, კერძოდ მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ხარჯების შემოსავლებს 400 მილიონით აღემატება და მთავრობა ამ ფულის ადგილობრივი ფინანსური ბაზრიდან ამოღებას აპირებს ობლიგაციების სახით, რაც ექსპერტებს შორის კრიტიკულ კითხვებს წარმოშობს. ნახოთ რა პასუხი აქვს ჯერ ფინანსთა მინისტრს. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, 400 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელმაც შეიძლება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამოიწვიოს არასასურველი საკითხი და ერთი რამეც მინდა გითხრათ ძალიან გულწრფელად, რომ სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას არ აქვს მხოლოდ ბიუჯეტის დეფიციტის და ფინანსების ფუნქცია, ეს მათ შორის ხელს უწყობს თავად ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. და კიდევ ერთი შენიშვნა იმ ფონზე, რომ დაგეგმილ ბიუჯეტს ფული არ ყოფნის, მთავრობამ სახელმწიფო სექტორში ხელფასები 85 მილიონი ლარით გაზარდა წელს, მაშინ როცა მინისტრი ქამრების შემოჭერის პოლიტიკას აანონსებდა. მოვუსმინოთ, რას ამბობს ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრი და შემდეგ უკვე ჩვენ სტუმრებთან განვაგრძოთ საუბარი. გაზრდილია შრომის ანაზღაურება 86 მილიონი ლარით, ანუ აქ შედის ალბათ სახელმწიფო სტრუქტურებში და საკმაოდ შრომის ანაზღაურება და ეს იმ ფონზე, როცა თქვენ ამბობდით, რომ ქამრის შემოჭერის პოლიტიკა. რა თქმა უნდა. მაგრამ აქაც არის ძალიან მარტივად აიხსნება, მაგალითად საქართველოს ფინანსთა მინისტრი საშუალო თვეში იღებდა დაახლოებით 3-ჯერ ვიდრე იღებს დღევანდელი ფინანსთა მინისტრი. სამაგიეროდ დაბალი დონის თანამშრომლები იღებდნენ ნაკლებს გაცილებით. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა ჭერი და მინისტრი იმაზე მეტ ხელფას ვერ აიღებს და სერიოზულად შემცირებულია და სამაგიეროდ გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდა იმ ადამიანების შრომის ანაზღაურებას, რომლებიც სერიოზულად მუშაობენ. მაშასე ჩვენი სადისკუსიო თემა ბიუჯეტი 2014, ჩვენი სტუმრები შეგახსენებთ არის გიგა ბუკია უმრავლესობიდან და პეტრე ცისკარიშვილი უმცირესობიდან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მოდით ბატონ გიგასთან დავიწყებ ჯერ შეკითხვით აი იმ ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ ფინანსთა მინისტრთან საუბრისას, ერთი რომ 400 მილიონი ვალის აღება მოხდება მთავრობის მიერ და ეს მოხდება ადგილობრივ ბაზარზე, ადგილობრივ ფინანსურ ბაზარზე, აი ამას როგორ უყურებთ და შემდეგ ქამრების შემოჭერაზეც შეგეკითხებით. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ყოფილ ხელისუფლებას საერთოდ საფინანსო ბაზარი და ფინანსური აქტივები გაუქმებული ჰქონდა ქვეყანაში, არ არსებობდა ბირჟა, სადაც რეალურად ბირჟა იქნებოდა თანხების მობილიზება თუ ბრუნვის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე ის გადაწყვეტილება, რაც ფინანსთა სამინისტრომ და მთლიან ხელისუფლებამ მიიღო, აბსოლუტურად არის ლოგიკური. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებული როგორც ქვეყნის უფრო ფინანსური სექტორის გაუმჯობესებისგან გადადგმული ნაბიჯი და ანუ ეს ფულის ამოღება არის გაუმჯობესება ფინანსური ეს არ არის ფულის ამოღება, ეს არის ობლიგაციების საშუალებით ფინანსური რესურსების მობილიზაცია, სხვა რაღაცა ამოღება ხდება და სხვა რაღაცა როცა დროებით ამოღება, ხა წარსულზე არ არის საუბარი. აი იმ ფონზე როცა დეფლაცია გვაქვს უკვე მეორე წელია ლამის ქვეყანაში ამ ფინანსურ ბაზარზე ჩვეულებრივ საჭიროა ხოლმე ფული დაბეჭდო, გამოუშვა, როცა სისხლის შეუშვა, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკაში და აი ხა 400 მილიონის ამოღება ბანკებიდან ამ ობლიგაციების სახით თქვენი აზრით ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ალტერნატივა შეიძლება ყოფილიყო, ვთქვათ, ევრობონდების გამოშვება და ვთქვათ, ბირჟაზე განთავსება. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის სხვადასხვა ვარიანტები, ეს ვარიანტები არის კიდევ ერთხელ ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული, მათ მიერ პოზიტიურად ცნობილი და თქვენ რა თქმა უნდა. კეთილი, რაც შეეხება ხარჯების გაზრდას, მე გულისხმობ ხელფასების სახით, კერძო სახელმწიფო სექტორში, აი იმ ფონზე როცა ასეთი გაჭირვება ბიუჯეტში ფულის, ასე ვთქვათ, დეფიციტია, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევთ ახლა ხელფასების გაზრდას? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ბიუჯეტი მთავარი რაც არის ამ ბიუჯეტში, ეს არის სოციალურად მიმართული ბიუჯეტი, ეს არის რეალურად იმ პროექტების განსახორციელებლად და იმ ძიმე მემკვიდრეობის გადასარჩენად მიმართული, რომელიც გასულმა
ხელისუფლებამ დაგვიმოწოვა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი და ხარჯვითი ნაწილი დაიხარჯება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმ მცირედი თანხა, რომელზედაც საბიუჯეტო სექტორში მომუშავე ხალხთა ანაზღაურების გაზრდა, რომელიც სულ 26 მილიონს შეადგენს, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოგახსენა და მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. მაგალითად, აუდიტის სამსახურში მთლიანობაში იმ აუდიტორებს, რომლებიც ატარებდნენ რეალურ რევიზიას და აუდიტორიული სამსახურის სრული შემქმნელები არიან, სახელმწიფო ფონდი იყო სულ რამოდენიმე 1000 ლარი, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც იქ მენეჯმენტს განახორციელებდნენ რასიანამდვილეში აუდიტორულ სამსახურთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ ჰქონდათ 10000-ობიდან მილიონობით. და ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არიან, იცით რა არის, ახლა ჩვენ ამას წინათ ჰქონდა ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური კვლევის ცენტრი, მათ გააკეთეს ესეთი ვებგვერდი, გირჩევთ თქვენ შეხვიდეთ, ძალიან სახალისო კალკულატორია Price of the Government.G და იქ თუ ნახავთ ერთ სულ მოსახლეს რა უჯდება მთავრობა, ნახავთ რომ პარლამენტი უჯდება 230 ლარი ერთ სულ მოსახლეს, მაშინ როცა არმია შეერაღებული ძალები უჯდება უფრო ნაკლები, მნიშვნელოვნად ნაკლები. აი ამ თემაზე საუბარი იყო, თქვათ აი პრემიერთან მედიის შეხვედრისასაც, ავტომობილები. მე მეგონა რომ თქვენ უფრო მომზადებული მოხვიდოდით, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ბიუჯეტი ვნახოთ, რამდენია პარლამენტის ბიუჯეტი, რომელიც არის. ხო არ ფიქრობთ რომ შესამცირებელია რაღაც და თქვენ ამ თემას ასე აპელირებთ, ეს არ არის სამართლიანი და სწორი, იქიდან გამომდინარე თქვენ გაქვთ იმის კომპეტენცია აბსოლუტურად შეაზრდა რომ რა არის სამართლიანი და სწორი. რა თანხები არის ჯარში ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და ჯარისთვის გამოყოფილი და რა თანხა არის. ახლა რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია, იუმორით არის დაკავებული, იუმორით არის გადაანგარიშებით რა არ არის ეს იუმორი, ერთ მოქალაქეს პარლამენტის შენახვა და რა უჯდება ერთ მოქალაქეს ჯარის შენახვა და აქ საუბარია იმაზე, რომ პარლამენტი თუ უჯდება 230, სადღაც 130-მდე ჯდებოდა ჯარი. თქვენ თუ მოგეხსენებათ რამდენია, თქვენ თუ არ არის ეს თვითონ ეს შეფასება არ არის სწორი. იქიდან გამომდინარე რომ 20 მე მინდა გითხრათ საბიუჯეტო ხარჯები გაყოფილი საქართველოს მოსახლეობაზე. პარლამენტის ბიუჯეტი მთლიანად არის 24 მილიონი, იმ დროს როდესაც თითქმის მილიარდამდეა ჯარის ხარჯი და საიდან არის ეს ლოგიკა გამოყვანილი, ჩემთვის უბრალოდ და ეს არის გადასახადების ის წილი, რომელიც მიდის საიდან არის, როდესაც შეადარეთ 24 მილიონი და შეადარეთ 600 მილიონი. არ უნდა შეადაროთ 24 მილიონი და 600 მილიონი. აბა რა უნდა შეადაროთ ამ დაფინანსებაში წილი გადასახადების, რომელსაც მოქალაქეები იხდიან მთავრობის შესანახად. აი ამაზეა საუბარი. კეთილი, თქვენ არ მიიჩნევთ, რომ აი თქვა პარლამენტში ან თქვა ესეთ ორგანიზაციებში, სადაც ხარჯებია კომფორტის შესაქმნელად, არის შესამცირებელი ამ ფონზე. ყველა სამინისტრო და მათ შორის პარლამენტში შარშანდელთან შედარებით 2 მილიონით ნაკლები მოითხოვა თვითონ პარლამენტმა ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე პარლამენტის და სხვა სტრუქტურები აბსოლუტურად სხვა სამინისტროების ხარჯები არის შემცირებული. და მინდა მოგახსენოთ, რომ რეალურად ხელფასები, რომელიც არის გაწერილი, წარმოაჩენს იმ რეალობას, რასაც იღებენ. ხოლო წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხელფასი იყო მცირე ნაჩვენები, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა შემოსავლები, რომლებიც არ ჩანდა ხელფასში, ეს იყო პრემიები, რომლებსაც თვეში 2-3 გამოიწერდნენ საკუთარი სურვილის მიხედვით. ეს რეალობა არ არის დღეს დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ გამჭვირვალედ, მართებულად და მოსახლეობას უჩვენებთ იმ რეალობას, რაც არის ბიუჯეტთან მიმართებით. კეთილი, მოდით მივცეთ საშუალება უმცირესობასაც ამ შემთხვევაში პეტრე ცისკარიშვილს თავისი მოსაზრებები თქვას და არა მარტო თავისი გუნდის ამ ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით რა კრიტიკული მოსაზრებები გაქვთ და შემდეგ ბატონ გიგას პასუხსაც მოვისმენთ მათზე. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით აკაკი, მივესალმებით ტელემაყურებელს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ სიუჟეტშიც იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მე უფრო დაზუსტებული ციფრები მაქვს. 410 მილიონი ლარი არის უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტი, ანუ გარღვევა, რასაც ვერ ასრულებენ. 9 მილიარდს უახლოვდება 9 თვის მაჩვენებელი. ჩემი ვარაუდით წლის ბოლომდე 700-დან 800 მილიონამდე იქნება ბიუჯეტის გარღვევა. ეს ჩვენ უბრუნდებით იმ დროს, როდესაც
ეს წლევანდელ ბიუჯეტზე ამბობთ? წლევანდელ ბიუჯეტზე ამბობ, უბრუნდებით იმ დროს, როდესაც 300 მილიონი ისედაც იყო, თქვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი წლის დასაწყისშივე ამბობდა, რომ სავარაუდოდ იქნებოდა დეფიციტი. უბრუნდებით ჩვეულებრივად იმ დროს, როდესაც საბიუჯეტო სეკვესტრი იყო ყოველი წლის ბოლოს მიმდინარე და ჩვეულებრივი მოვლენა, ასე რომ აქ გასახარელი არაფერი არ არის, მაგრამ აი ხა ჩვენი ოპონენტების, უმრავლესობის წარმომადგენლების საუბრიდან, მათი ტონალობიდან ყოველთვის ისმის და გამოსჭვივის ის, რომ აი ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, წინა ხელისუფლების დროს ესე იყო. ეს ბიუჯეტიც, ახალი ბიუჯეტიც 2014 წლის ზუსტად აი ამ მიდგომის და ამ მენტალობის გაგრძელება და რას გულისხმობ ზუსტად გეტყვით. წლევანდელ ბიუჯეტს ისინი ვერ ასრულებენ და ძალიან კარგად იციან, რომ ამ ბიუჯეტს ვერ ასრულებენ და მომავალი წლის ბიუჯეტს გეგმავენ უფრო დიდს. ციფრებით გამოსახულებაში უფრო დიდ, თუმცა იქ ერთი ეშმაკობა მაინც აქვს ჩადებული, რომ შემოსავლების ნაწილში დაკლებული აქვს, ანუ მოლოდინი იმდენი თანხების არ აქვს, რომ შეძლებენ მობილიზებას, რაც წელს მოხდა, მაგრამ აი დეფიციტის ხარჯზე თქვენ რომელიც ახსენეთ, რომელიც სახაზინო ვალდებულებებით უნდათ რომ დააფინანსონ და ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ქართულ ენაზე ვთქვათ, ეს არის ბანკებიდან ნასესხები ფული. თქვენ სწორედ აღნიშნეთ დროებით ამოღებული ბანკებიდან თანხები ობლიგაციების გამოშვების ციფრები, მაგრამ აი გარედან თანხები ევრობონდები როდესაც იყო და ჩვენ დროს სავალუტო ბოდიში სააქციო ბირჟაზე მოქმედება და აქტივობა რა თქმა უნდა არსებობდა, თუმცა არა იმ ზომებში და იმ დონეზე როგორც ლონდონში ან ნიუ-იორკში ან უფრო განვითარებულ ქვეყნებში მცირედი იყო, მაგრამ ჩვენ დროს ქართულ კომპანიებს გაქონდათ საკუთარი აქციები და ეგრეთ წოდებული GDR-ები ერთი იყო ასეთი კომპანია საქართველოს ბანკი. კვოტირება დიახ ლონდონის ბირჟაზე. ეხლა ამდაგვარი ჩვენ ალბათ სავარაუდოდ ასეთ მოვლენათა კეთილი, აი ბატონო პეტრე, აი მე მაინტერესებს, აი ეს რაზეც თქვენ ბრძანებთ, რომ აი ეს 700 მილიონიანი გარღვევა შეიძლება თქვენი აზრით იყოს უკვე წელს და შემდეგ უკვე 400 მილიონი კიდე დამატებით უკვე გაწერილ ბიუჯეტს აკლდება. ეს თქვენი აზრით მოსახლეზე, ჩვენზე, ჩემზე, თქვენზე როგორ აისახება? როგორ აისახება ძალიან მარტივად. აქ ორი კომპონენტი უნდა გაყოთ. რაც ბატონმა ხადურმა ისაუბრა, თეორიულად ეს შესაძლებელია, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს, ხალხის კეთილდღეობა ზოგადად იზრდებოდეს, ანუ შემოსავლები ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო მეტი ნაწილდებოდეს, უფრო დიდი იყოს ჩვენი GDP მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ ბიუჯეტი რჩებოდეს იგივე ზომის. მაგრამ ეს როგორც წესი ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადასახადებს ვამცირებთ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში და ამათ შემთხვევაში ჩვენ გადასახადებს ეტაპობრივად ზრდიან, თუმცა აქაც აქვთ გარკვეული შეზღუდვები და იგივე აქციზის გადასახადს ხა სიგარეტის მოწევას დაანებებს ხალხი თავსო რომ ამბობდნენ სინამდვილეში 50 მილიონით როგორც მინიმუმ ესე აქვთ 50 მილიონი ჩადებული, ჩემი ვარაუდით ალბათ 70-80 მილიონამდე ავა აქციზის გაზრდილი გადასახადიდან მობილიზებული შემოსავლები უკვე 2014 წლის ბიუჯეტში. ხოლო დანარჩენი ბიუჯეტი გაწერილი აქვთ პრაქტიკულად ამომრჩეველთა გულის მოგებაზე, რომ გასაგებია ოდნავ პენსიები გაზარდეს, სოციალური დახმარების პაკეტი გაუზარდეს. მომავალი წლის ბიუჯეტიდან უკვე იწყება იმ იაფი აგროსესხების საპროცენტო განაკვეთის დაფარვა, ანუ ჩვეულებრივ გადასახადის გადამხდელს უწევს გადაუხადოს სესხი და გაცემული კრედიტი იმ ფერმერს, რომელმაც მიიღო შეღავათიანი კრედიტი. ეს ამათი მიდგომაა, გასაგებია მემარცხენე სოციალისტური მიდგომა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ გზას მივყევართ საბერძნეთიზაციამდე. აი ესეთი სოციალური პაკეტებით დატვირთული ბიუჯეტი. თქვენს თავრობასაც ქონდა მსგავსი პროექტები, როდესაც აი უპასუხო, მაგრამ ყველა დამთავრდა ცუდად, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვს რომ მე საწარმოების გაგება მოუწიათ. არ არის ზოგადად ეს არ ამართლებს ზოგადად, იმიტომ რომ თუ სოციალურ ბიუჯეტზე ხარ სოციალურ პროექტებზე ხარ ორიენტირებული, ეკონომიკის გაზრდაზეც უნდა ზრუნავდე და გაცილებით უფრო მეტად უნდა ზრუნავდე, იმიტომ რომ შესაბამისად ბიუჯეტში თანხები გჭირდება იმისათვის, რომ ეს შენი გაზრდილი მადა დააკმაყოფილო და ამორჩევლის გული მოიგო. მოусმინოთ აი ეს ვალის ალღებაზე არ უნდა საუბრობდეს იმ ხელისუფლების, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია მომავალ ბიუჯეტიდან 2014 წლიდან ჩვენ ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას უწევს უკვე აღებული ვალების გადახდა 2014 წლის ბიუჯეტში ჩადებულია 580 მილიონი ნახევარ
22 მილიარდზე მეტი მხოლოდ საგარეო ვალების მომსახურებისათვის. ეს არ გვაშინებს ჩვენ, მაგრამ ეს არის ის ვალი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში იღებდა და რითაც მოსახლეობას ციფრებს უჩვენებდა. მე მინდა კიდე რამოდენიმე თემას, რომელიც ამავე დროს შეიძლება აი ეს 700 მილიონზე, რომელზეც აი თქვა გამოიწვა პროგნოზი, აი თქვენ გააქვთ ესეთი მოგახსენებთ თუ მართლით ბატონო აგაკი იქიდან არა, უბრალოდ მე მეგონა სხვა თემაზე გადადიოდი. არა, არ გადავდივარ, მაგრამ პასუხით გამაცემიეთ, როცა თქვენს ამბობენ. როდესაც ჯერჯერობით იმ თემაზე საუბარი, რომ ბიუჯეტი არ სრულდება, ეს არის ტყვილი, აბსოლუტურად ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს აღებული ყველა იმ თემაზე მიმართებაში, რაზეც ბიუჯეტია პასუხისმგებელი იქნება შესრულებული და სრულდება, არანაირი საშიშროება ამისი არ არსებობს. ხოლო რაც შეეხება სოციალურ მათქმევით, თუ შეიძლება, რაც შეეხება სოციალურ შედეგებს და ბიუჯეტის სოციალური მიმართულებით და იმ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მე მინდა პირველ რიგში შევახსენო ბატონ პეტრეს, რომელიც ეკონომიური მხარდაჭერის პროექტი იყო ყველას კარგად ახსოვს ბადაგონის ღვინოს როგორ ექცეოდა და ღვინოს კანალიზაციაში როგორ აქცევდა და დღეს მინდა ჩავიდეს კახეთში და ნახოს თავისი თვალით როგორ მიმდინარეობს რთველი ბიუჯეტზე ვისაუბროთ ზუსტად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან და ფონდებიდან განხორციელებული სწორი ინვესტიციის გამო კახეთის მოსახლეობამ და კახეთის მეღვინეებმა მიიღეს და ფერმერებმა მიიღეს ის კოლოსალური შემოსავალი, როდესაც ჩვენ ვადარებთ შარშან აღირდა 1 კილოგრამი რქაწითელის ფასი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩადებული იყო 50 მილიონზე მეტი და მხოლოდ 64-ზე მეტი ვერ გახდა ყურძნის ფასი, ხოლო წელს არც ერთი თეთრი, თუ შეიძლება, არც ერთი თეთრი არ არის ჩადებული. შეიძლება მაქვს უფლება რა დავსვა კითხვა. მოგეთ ბოლომდე ამ თემაზე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ არის სუბსიდირება გაკეთებული. გასაგებია, მაგრამ მე არ ამგონი ახლა ხო აი მეღვინეები მიიღებს სუბსიდიას, ის ხო ვიღაცას მოაკლდება არ მაგაზე სუბსიდია არ არის გაცემული. მე მინდა ზუსტად იმას გეუბნები. შარშან ბიუჯეტიდან იყო სუბსიდია გაცემული, რომ ფასი აწეული იყო, დღეს კაპიკი თეთრი არ არის ბიუჯეტიდან გაცემული სუბსიდიის სახით. ეს არის კრედიტები მიიღეს, კრედიტები აიღეს იმისათვის, ეს სუბსიდირება სხვა არის და კრედიტის აღება, როდესაც მეწარმე კრედიტი დაფინანსდა 50 მილიონით ყურძნის ჩაბარება. ასეა თუ არა, რა ვიცი იქნება ეს იყო სახელმწიფოსგან გაცემული სუბსიდირება, რომელიც არ იყო კრედიტი შარშან, რომელიც გააკეთა და წელს არც ერთი თეთრი არ დამჯდარა, ისე ყურძნის ფასი ლარი და 2 ლარამდე მერყეობს. ეს არის ის რეალობა და აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია თუ სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც ცუდი შედეგი მოაქვს მოსახლეობისათვის, ეს არის ელემენტარულად ტყვილი. ჩვენი ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მომავალი წლის 2014 წლის ბიუჯეტი მიმართულია სოციალურად გაჭირვებიდან გამოყვანისთვის ქვეყნისათვის, იმისათვის, რომ ადამიანები და ფული გვაკლდება და იმაზე საუბარი. ფული არ გვაკლდება რეალურად. თქვენ ფინანსთა მინისტრმა კარგად გასაგებად მოსახლეობისათვის და თქვენთვის ახსნა, მე ვერ ხვდები პრობლემის არც რა შეეძებთ ის, რომ ბიუჯეტი არ სრულდება, სანმე რამე პრობლემაა, შემოსავალი არ არის. მე გეტყვით, როდესაც ამბობს, რომ გადასახადი იზრდება, ეს არის სიცრუე. მხოლოდ მომავალი წლის ბიუჯეტში საშემოსავლო კუთხით 200 მილიონი ლარი იქიდან გამომდინარე, რომ საშემოსავლო კლება დაუკელით სასამოსავლო გადასახადის პროცენტები იმ ადამიანებს, რომელსაც 600 ლარზე ნაკლები ექნება შემოსავალი. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საშემოსავლო შეღავათი იქნება 2%-ით ნაკლები და ეს საერთო ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტ შეადგენს. აქედან გამომდინარე, გადასახადების კლებაც ამ ხელისუფლების პრიორიტეტია, ეკონომიკის გაჯანსაღებაც, მაგრამ თუ ჩვენ არ გვეყოლება მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ ამ სიკეთით ისარგებლონ, არ ამგონია, მხოლოდ ბიუჯეტის პროცენტული ზრდის მაჩვენებელი, რომელიც იყო ბუტაფორიული მშენებლობიდან გამომდინარე, იყოს რეალობა. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ეს ბიუჯეტი და ეს რეალობა ეკონომიკურის და იმ ადამიანების მაცივარში აისახებოდეს და მის ყოფა ცხოვრებაში აისახებოდეს, რომელიც ხელისუფლებასგან ელოდება ყოველდღიურ გასაგებია. კეთილი, დიდი მადლობა. მე ბოლოს მაინც კითხავთ, რომ რაიმე კრიტიკული მოსაზრება ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით არა გაქვთ უმრავლესობა? რა თქმა უნდა, კრიტიკულიც გვაქვს, შენიშვნებიც გვაქვს და ეს ბიუჯეტი არის პირველადი ბიუჯეტი ჩვენ ფინანსთა მინისტრთან მთლიანობაში მოგწონს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბიუჯეტი არ იქნება ერთეულებისათვის, ელიტისათვის ხელმისაწვდომი, ეს ბიუჯეტი იქნება მოსახლეობის კეთილდღეობისათვის გათვალისწინებული და მათი სოციალური პროექტების გასახორციელებლად. ბატონ პეტრეს მიმართავ კიდევ თუ დაგჭირთ რაღაც ზოგადი შეფასება ის მთლიანობაში უჭერთ თუ არა მხარს ამ ბიუჯეტს იწონებს თუ არა, დეტალებზე რა თქმა უნდა მსჯელობა წარიმართება, მაგრამ მთლიანობაში რა თქმა უნდა კი მართალი ბრძანეთ, ეს არის ზოგადი პარამეტრები.
ჯერ ბიუჯეტზე კიდე სამსჯელია, დასახვეწია, სამუშაოა, ჩვენ რა თქმა უნდა ამ სამუშაოში ჩავერთვებით, რაც გასაკრიტიკებელია, ჩვენ თვლით, რომ არასწორად არის ჩადებული ამაზე, ჩვენაც ვიტყვით, უბრალოდ მინდა ბატონ გიგას და თქვენს, ასე ვთქვათ, შეკითხვებსაც გამოვეხმაურო ევრობონდებთან დაკავშირებით ის ხელისუფლება რომელიც ფულს ესხოს ცეცხებაში რამე ცუდი კი არ არის გინდაც ადგილობრივ ბაზარზე ისესხო თანხა უბრალოდ ცეცხი არ უნდა ჩნდებოდეს შენი გადახდის უნარიანობის ფარგლებს ამაზე არის საუბარი და ჩვენ GDP-სთან მიმართებაში 30-დან 40%-მდე მერყეოდა ის დავალიანება რაც სახელმწიფოს ჰქონდა ამაში ცუდი არაფერი არ არის მაგრამ ჩვენ შემთხვევაში თანხები გარედან რომ შემოქონდა იმ ევრობონდების გაყიდვით ხო გარედან ფულის ცეცხებით ვდებდით ეკონომიკის განვითარებაში და მომავალში საქართველოს GDP-ს ზრდა რომელიც გადაითარგმნებოდა ბიუჯეტის შემოსავლებში და ამ თანხების გასტუმრება მარტივი იქნებოდა და გაისტუმრებენ კიდევაც ახლა ჩვენი ოპონენტები ამ თანხებს არ არის პრობლემა თუ სწორედ დაგეგმავენ და მენეჯმენტს გაუკეთებენ მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს რომ მიმდინარე დავალიანებები რომ აი პენსიებზე ფული გვაკლდება ვისესხო და გაუსტუმრო სოციალურ დახმარებაზე გვაკლდება ვისესხო ბანკებიდან გაუსტუმრო ჯანდაცვის პროექტი მაქვს ზედმეტად გაბერილი რა ვქნა ამომრჩეველს გულს ხვავატკენ უნდა ვისესხო აი ეს არის საბერძნეთიზაციის გზა თუმცა თავის ხედვა რომ ყველაფერი გამოსწორდება და შესაბამისად გაცვლა არის სესხებაში რამე ცუდი კი არ არის თუ იმ ნასესხებ ფულს სწორ მენეჯმენტს უკეთებს სწორედ ჩადგა ძალიან კარგი თემა წამოწია სხვათა შორის ბატონმა გიგამ და მე მინდა დავეთანხმო რომ მართლაც ოღონდ არ ვიცი რა მენეჯმენტებზეა საუბარი რუსეთის ბაზარზე ღვინის შესვლის შედეგია ის რომ პირდაპირ ალბათ 80% წვლილი ამ ფაზში ყურძნის აქვს იმას რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნა მოლოდინი აქვს მეღვინეებს რო იგაყიდიან ფულს იშოვიან შესაბამისად მოთხოვნა ყურძენზე გაიზარდა თანხები ანუ თანხმობის წერტილიც არსებობს მაგრამ თანხმობის წერტილი არსებობს იმ ნაწილში რომ კია ფასი გაიზარდა ყურძენზე მართლაც ვადასტურებ თველი ნორმალურად კარგად ჩატარდა ფერმერებმა გლეხებმა თანხები მიიღეს მაგრამ ცუდი იცით რა არის რომ როდესაც გამოდის ბატონი ზურა აბაშიძე რომელსაც მე პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემს და იძახის რომ ესე სანახევრო სიმართლეს გვეუბნება რაღაც ჩემ კურს ესე მოხდა რომ იცით როგორ არის საქმეო ჩვენ თუ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ ანუ ერთი ნაბიჯით ევროპასთან ახლოს მივალთ გართულდება სიტუაცია რუსეთის ბაზარზე აი რას ნიშნავს ეს განცხადება ანუ რუსეთი გვაშანტაჟებს რომ თქვენ ევროპას ნუღა დაუახლოვდებით თორე ის რაც წელს კაირთველი ქონდათ და ჩვენთან ღვინოს ყიდდით და კიდე სხვადასხვა პროდუქციას გაყიდით ყველაფერს ამას დაემშვიდობთ აი ესეთი შანტაჟის ფასად თუ გვიწევს ჩვენ რთველის ჩატარება მაშინ ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გვაშფოთებს და გვაწუხებს დროჟი დიახ ბრძანეთ და ბატონ პეტრესგან ასეთი ტყვილი არ მომესმინა იქიდან გამომდინარე რომ არ ველოდი რაც ბრძანა ეს არის რომ გამომიწვიძეზე რაც ბატონმა სურამ ბრძანა აბაშიძემ ის გამომიწვით არაფერს თქვა სიტყვით რაც ბრძანა ის გავიმეორე კომიტეტზე რას ქვია ტყვილი უნდა მოგესმინათ მეც უსმენდი და მან თქვა გამორიცხული არ არის ზოგადად რამე თქვენ რამეს გარანტია გქონდათ ოდესმე რომ გამორიცხული არ იყო თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ხართ 20%-ზე მეტი 20%-ზე მეტი თქვენ დააკეტეთ და თქვენმა ხელისუფლება თქვენ დააკეტიეთ თქვენი არასწორი და არასწორი პოლიტიკა ჩვენ დავესხით რუსეთს თავს ჩვენ მოვახდინეთ ოკუპაცია ტერიტორიების ბაზარით ჩვენ დავკეტე თქვენ აღიარებით ჩვენებას ამბობთ ახლა ტელევიზიაში და არ გვინდა ახლა დებატები ბიუჯეტზე აუცილებლად განვაგრძობთ საუბარს ბიუჯეტზე არ მახმარებით ის რა იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს თქვენ გამონახავთ დროს რომ კიდევ გავაგრძელოთ საუბარი ამ თემაზე მას შემდეგ რაც არგუმენტები პარლამენტში წამოვა დიდი მადლობა დაგემშვიდობებით